საქმე იმაშია, რომ მე თვითონ მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს კოლეგებს გავესაუბრეთ და გავეცანით ანალიზების ტესტების პასუხებს. ამის მიხედვით შემიძლია რომ იქაურექიმები მართლაც კარგად მუშაობენ ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის მერე ბევრად უფრო მეტი გართულებები არის ხოლმე მოსალოდნელი ამ ფონზე ამასთან შედარებით მათ შეძლეს და ეს სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნეს. ახლა ამოცანა არის რომ ამ ადამიანმა რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს შიმშილობა და გადავიდეს რეაბილიტაციის ფაზაზე. აი რისკები, რა რისკების წინაშე დგას, თუნდაც აი ტრანსპორტირების მომენტში მე მესმის რომ ყველაფერზე თქვენ ვერ ისაუბროთ თვითონ პაციენტის ზოგადად უსაფრთხოებიდან გამომდინარე და არ არის მიზანშეწონილი მსგავსი ინფორმაციების გაჟღერება, ხო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც ამაზე საუბრობს. თუმცა აი თქვათ არის რაიმე რისკები, თქვათ ტრანსპორტირების დროს სჭირდება სპეციალური საშუალება, აი მეტი დეტალი რომ გუთხრათ საზოგადოებას, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ტრანსპორტირების დროს საბედნიეროდ ტრანსპორტირების პროტოკოლები ერთ-ერთი ყველაზე უფრო კონკრეტული არის და რაოდენობრივად ზომავს პაციენტების რისკებს და შესაბამის სერვისს მოითხოვს ამ შემთხვევაში. საბედნიეროდ მიხეილ სააკაშვილზე ბევრად უფრო მძიმე და კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებები ათასობით მოხდა ამ წლების განმავლობაში და მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არანაირი გართულება არ არის მოსალოდნელი, არანაირი სპეციალური რისკი აქ არ არის, მით უმეტეს რომ ამ ტრანსპორტირებას პროფესიონალი გუნდი შეასრულებს და კარგად აღჭურვილი სპეციალური რეანიმობილი.